საპროტესტო აქცია ქობულეთში ასამდე ადგილობრივი სოციალურად დაუცველი მოქალაქე მთავრობას თვითნებურად დაკავებულ შენობაში დროებითი ცხოვრების უფლებას თხოვს ყოფილი მეზღვაურთა ბაზა მოქალაქეებმა 2 თვის წინ დაიკავეს, მას შემდეგ მათი გამოსახლება შენობიდან არაერთხელ სცადეს. Როგორია მთავრობის პასუხი სულხან მესხიძის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. აცართულიან კორპუსში ასამდე სოციალურად დაუცველი უკვე მეორე თვე ღამეს ასეთ პირობებში ათევს. ისინი ქობულეთში მეგობრობის ქუჩის 40 ნომერში მდებარე შენობაში თვითნებურად შესახლდნენ. როგორც სოციალურად დაუცველები ყვებიან უმუშევრობის გამო, ბინის ქირის გადახდა ვერ შეძლეს და გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს. მათი მოთხოვნაა მთავრობამ შენობაში დროებით ცხოვრების უფლება მისცეს. არა გვაქვს ნამდვილად სახსრები რომ წავიდეთ სადმე. ჩვენ მე ვარ უკვე 10 წელია, აი ხალხიც 10-15 წელია დაქირავებში არიან, უნდებიან ცხოვრება. სანამ მთავრობა შეძლებს იქამდე მაცხოვრებელი ადგილი მოგცეს დროებითი მაინც სანამ შეძლებენ მთავრობა მე მოგცეს რაღაცას რამდენი ქირა ვიხადო ყოველთვიურად როცა ბავშვი მყავს სამკურნალო ქირის ფული გადავიხადო თუ წამალი ვუყიდო ბავშვს ესა და ეს მიუმართა წარმომადგენლებს მთავრობის წარმომადგენლებს უფროსობას რომ დაგვეხმაროს დაგვაკვალიანოს და მოგცეს საშუალება იმისა, რომ თავი შევაფაროთ მაინც საცხოვრებელი ფართით. მეგობრობის ქუჩაზე მცხოვრებლების მდგომარეობას დღეს უფლებადამცველი გაიცნო. თამაზ ბაკურიძე აჭარის მთავრობას თხოვს ყოფილი მეზღვაურთა ბაზის შენობაში მობინადრეების სოციალური მდგომარეობა შეისწავლოს. მანამდე კი მათ შენობაში ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეთ. დღევანდელი აქციის მიზანია, რომ როგორმე მივაწვდინოთ ხელისუფლებას ამ ხალხის მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ ან აქ მიცეს შესაძლებლობა ამ ხალხს არსებობის ან კიდე თუ აქ არ შეიძლება რაღაცა ალტერნატიული ფართი მივცეთ, ვინაიდან აქ ნამდვილად არიან უმეტესობა სოციალურად დაუცველები. მეგობრობის ქუჩაზე მდებარე ყოფილი მეზღვაურთა ბაზა 2003 წელს აჭარის მინისტრთა საბჭომ ბათუმის მერიას გადასცა. ბათუმის მერის ქონების აღრიცხვისა და განკარგვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე ნაგებობა საცხოვრებლად სახიფათოა. რევაზ ხახვას განცხადებით, შენობის სამომავლობაც ბათუმის მერია აჭარის მთავრობასთან ერთად განსაზღვრავს. შენობა არის დიდი ხნის, აქ ჩასატარებელია ექსპერტიზა შენობის მდგრადობაზე, დასკვნა უნდა დაიდოს. უნდა გადაწყდეს ეს შეიძლება ამ შენობის გამოყენება თუ სალიკვიდაციოა. ამ დასკვნის შემდეგ ქალაქ ბათუმის თვითმმართველობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყვეტს შენობის შემდგომ ბედს. სახიფათოა საერთოდ შესვლაც და ცხოვრებაც და შეუძლებელი არ განიხილავს ასეთ საკითხს ქალაქ ბათუმის თვითმმართველობა. თვითნებურად შესახლებულების საკითხზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი რომანაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კომენტარზე ასევე უარი გვითხრეს აჭარის მთავრობაშიც.